ელენე მეტრეველი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველი, ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის, ელენე. გითხარით მეტი ამ შესწორებების შესახებ. მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია კი ამ თემებზე რომ ვისაუბროთ, თუმცა პირველ რიგში ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით მინდა თქვა ერთი სიტყვა, რომ ჩემი სოლიდარობა ელენეს და პოლიტიკურად დაკავებულ ადამიანებს სინდისის პატიმრებს. ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემებზე ძალიან აქტიურად მუშაობდა, თუ გვექნება საშუალება, შესწორებები ამასაც შეეხება და აუცილებლად ძალიან მალე ეს ადამიანები იქნებიან გარეთ. რაც შეეხება შესწორებებს, პირველ რიგში ეს არის ანგარიში, საგარეო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მიღებული იქნება მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა შესწორებებზე მიმდინარეობს. ჩვენი შესწორება მდგომარეობს შემდეგში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც თქვენ საუბრობდით, ეს არის დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც საქართველოში ასე ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ მოვუწოდეთ ევროკომისიას და ყველა აღმასრულებელ ორგანოს, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ევროკავშირის სტრუქტურებში, რომ გაიზიაროს დიდი ბრიტანეთის სანქციები და შეაჩეროს კრემლის ნარატივი ქართული პროპაგანდისტული მედიების მხრიდან და აქ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, რუსთავიორს, იმედს და პოსტ-ტივის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მხოლოდ 1 და 2 ევროპარლამენტარის განცხადება და ამაზე კომენტარი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ დღეს პროპაგანდისტული მედიები საუბრობდნენ, რომ 1 და 2 ევროპარლამენტარი არ არის ევროპარლამენტი. ეს არის ევროპის სახალხო პარტიის შესწორებები, ხომ სწორია? და უთხრათ მაყურებელს კიდევ ერთხელ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაყურებელმა ეს იცის, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, ყველაზე გავლენიანი, ყველაზე ხშირად მათი შესწორებები გადის ხოლმე და იქცევა კანონად. ზანეთ. დიახ, ეს არის ევროპის სახალხო პარტია, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდ ჯგუფს ევროპარლამენტში და ეს არის პარტია, რომელიც ასე ძალიან და ასე ძლიერად უჭერს ქართველ ხალხს მხარს. ყველა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, მომზადებულია რასე იუკნევიჩენეს მიერ, რომელიც ასევე წარმოადგენს ევროპის სახალხო პარტიას და ჩვენი შესწორებები სწორედ ევროპის სახალხო პარტიის სახელით გავა შემდეგ უკვე პლენარულ სესიაზე, სადაც მივიღებთ ამ ანგარიშს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროპაგანდისტულ ნარატივებს უპასუხოთ ხანდახან, იმიტომ რომ პროპაგანდისტული მედიები ზუსტად ამაზე აპელირებენ, რომ ეს არის 1 და 2 ევროპარლამენტარი, ეს ასე არ არის, ეს არის უდიდესი ჯგუფი ევროპარლამენტში და მათი სურვილის მიუხედავად ეს ანგარიში მიღებული იქნება უმრავლესობით, როგორც ყველა სხვა ანგარიში და რეზოლუცია. ეს რას ნიშნავს ამ შემთხვევაში? ხო, ისინი ცდილობენ გაატარონ ოცნების პოლიტიკური ხაზი, რომ სანქციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში არათუ ჩალის ფასი აქვს, არამედ მაგალითად ტელეკომპანია იმედის ბორდი დაიშალა ერთ დღეში ამ სანქციების დაწესებისთანავე. სასწრაფო წესით 400 რაღაცა ლარი გადაიხადა თითო 411 თუ სწორად მახსოვს, მათ შორის გიორგი რუხაძემ, რომ დაეტოვებინათ სასწრაფოდ იმედის ბორდი. შესაბამისად, ეს კარგად მეტყველებს, რომ სანქციებს ჩალის ფასი კი არა, ძალიან სერიოზული რისკი აქვს ამ ადამიანებისთვის, ვინც აფილირდება, ასე ვთქვათ, პროპაგანდასთან. აქ მინდა ვიკითხო, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს შესწორება გავა. ჩვენ ვიცით, რომ ბრიტანული სანქციები დაწესებული აქვს 2 ტელევიზიას, რომლებიც მიჩნეული არიან რუსეთის სამხედრო მანქანის ნაწილად, ბრიტანეთის მხრიდან დეზინფორმაციის ნაწილად. ამ სტატუსით არიან ისინი შეყვანილი ამ შავ სიაში. რა ხდება ევროკავშირის შემთხვევაში, თუ ეს შესწორებები გავა? რას ითხოვს კონკრეტულად ეს შესწორება? დიახ, ეს შესწორებები აუცილებლად გავა, საბოლოო ტექსტში აუცილებლად იქნება ჩანაწერი ამის შესახებ და როდესაც ეს ანგარიში იქნება მიღებული პლენარულ სესიაზე, ანგარიშში შესწორება გულისხმობს იმას და იმ მოთხოვნას, რომ ევროკომისიამ და აღმასრულებელმა ორგანოებმა გამოიყენონ მექანიზმები, რომ დაუწესდეთ სანქციები ამ 3 ტელევიზიას, რომელიც წარმოადგენს ქართული ოცნების ხელში პოლიტიკურ იარაღს. ეს ტექნიკურად რას ნიშნავს? ეს ანგარიში შემდეგ უკვე გადაეგზავნება კომისიას აღსასრულებლად და საბოლოო ჯამში სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, იღებს საბჭო, სადაც კონსენსუსის ფორმით მიიღება გადაწყვეტილებები. რა მექანიზმია ტექნიკურად, ელენე? ეს შეიძლება იყოს მაგნიტსკის სიაში დამატება ამ ხალხის, ამ სიის მსგავსი შედგენა, ანუ ეს რა მექანიზმით სანქცირდებიან ისინი?
ეს სანქციების შეეხება და ფორმატი სანქციების იქნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში მოხდებიან ეს მედია საშუალებები, როდესაც მიიღება მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საბჭოს დონეზე და შემდეგ უკვე ამ მედია საშუალებებს აღარ ექნებათ უფლება განახორციელონ საკუთარი საქმიანობა ევროკავშირის ტერიტორიაზე, ევროინსტიტუტებში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. საბჭოსთან დაკავშირებით შეიძლება ორი სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ ის არის მან უნდა მიიღოს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება, გასაგებია ეს. დიახ, დიახ და ამაზე არის ძალიან დიდი манипуляция, რომ საბჭოში ქართული ოცნების ნარატივი ხშირად ამბობს ხოლმე იმას, რომ აი საბჭოში მაგალითად უნგრეთი დაბლოკავს, აუცილებლად სლოვაკეთი დაბლოკავს. ეს კონსენსუსი არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა პოზიტიურად. კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა მისცეს ხმა ნეგატიურად და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებული პაკეტის, დახმარების პაკეტის, ასევე სანქციების პაკეტის რუსეთის წინააღმდეგ დაწესების დროს უნგრეთი იყო წინააღმდეგი, თუმცა ეს პაკეტები იქნა მიღებული და დახმარება უკრაინამ მიიღო. ამიტომ მაშინ შოლცმა სთხოვა გაესეირნა ორბანს ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ახლა ორბანს არც ისე კარგად აქვს საქმე აპრილში არჩევნებს. ველოდებით არჩევნებს და დიდი იმედით, რომ ახალი ლიდერი ეყოლება უნგრეთს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება ასევე საქართველოსთვისაც. და კიდევ მინდა ვიკითხო, აქ რომ არ გამოგრჩეს სხვა შესწორებებიც, თქვენ ელენეზე საუბრი დაიწყეთ, ერთ-ერთი შესწორება ეხება პოლიტიკური პატიმრების ნაწილში ყველა მექანიზმის გამოყენებას, რომ ევროკავშირმა მიაღწიოს შედეგს. ამ ნაწილში გითხარით მეტი, ასევე იქ რეპრესიულ კანონებზეც არის ერთი შესწორება, კონკრეტულად ლეგიტიმაციის აღიარების ნაწილში, ესეც რომ გითხრათ. დიახ, პირველი ჩვენ გავაგზავნეთ 7 შესწორება, აქედან პირველი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის ღირებულებებთან სრულ შეუსაბამობაშია ქართული ოცნების ცვლილება სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს 3 წლით ადამიანების ციხეში გაშვებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არ აღიარებენ მათ ლეგიტიმაციას და აღიარებენ რეალობას. შესაბამისად, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან, ადამიანის უფლებებთან, პოლიტიკურ პლურალიზმთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და ასევე ჩვენ შევეხეთ სანქციების საკითხს და პოლიტიკური პატიმრების საკითხს. პოლიტიკურ პატიმრებს რაც შეეხება და სინდისის პატიმრებს რაც შეეხება, შესწორებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ყველა საშუალება იმისთვის, რომ პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები იქნენ რაც შეიძლება მალე გათავისუფლებულნი და ამისთვის მიმართავს ევროკომისიას ანგარიში, მიმართავს ევროკომისიას და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს, რომ მათ გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ადამიანები მალე და მოკლე დროში იყვნენ გარეთ. და სანქციები, რა თქმა უნდა, სანქციების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ეს ბევრად ადრე შეიძლება იყო უფრო მნიშვნელოვანი, რომ გაკეთებულიყო, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამიტომ ახლაც ევროკავშირი ძალიან აქტიურად მუშაობს. მე გეტყვით, რომ ევროკავშირი ახლა საქართველოზე ბევრად აქტიურად მუშაობს და სანქციები უნდა დაუწესდეს ანგარიშის ტექსტის მიხედვით ყველა იმ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს რუსიფიკაციაზე. და ვადებზე მინდა ვიკითხო ელენე, როგორც ვიცი, ერთ თვეში მიღებული უნდა იყოს ეს. თქვენ მითხარით ვადებზე, ანუ ანგარიშის მიღების შემდგომ ის ეგზავნება ევროკომისიას, მერე ალბათ მორიგ საბჭოზე უნდა დადგეს ეს საკითხი. ეს რომ გითხრათ, თუ ევროკომისიასაც აქვს უფლება მოსილება, რომ ეს საბჭოს გარეშე გადაწყვიტოს, რა ტიპის ტექნიკური საკითხია ეს, რომ მითხრათ და შემდგომ ეს დაუყოვნებლივ ხდება სანქციების ამუშავება თუ ამასაც აქვს გარკვეული ვადები. ძალიან შორს მოგთხოვეთ ვადებზე საუბარი, მაგრამ მაინც პროცედურულად რომ არ შევქნათ ხელოვნური მოლოდინი სისწრაფის. დიახ, ვადები რა თქმა უნდა არის, როდესაც მიიღება ეს ანგარიში, ის გადაეგზავნება კომისიას განსახილველად და კომისია საკუთარი რეკომენდაციებით შემდეგ უკვე მიაწვდის საკუთარ რეკომენდაციებს საბჭოს და საბჭოში ხდება სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. სანქციების საკითხი განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ საბჭოს დონეზე უნდა გადაწყდეს, ხო? რა თქმა უნდა, საბჭოს დონეზე უნდა გადაწყდეს და შემდეგ უკვე, როდესაც სანქციები იქნება მიღებული, ამას ექნება დაუყოვნებლივ
დაუყოვნებლივი ეფექტი. თუმცა რა თქმა უნდა ძალიან შორს ვიყურებით ეს პროცესია, რომელსაც უნდა გავყვეთ, როდესაც ეს ანგარიში იქნება მიღებული და გადაეგზავნება ის კომისიას, შემდეგ უკვე პროცედურულად მივყვებით ამას რა თქმა უნდა. მესმის, ელენე, უბრალოდ მე ციტრის ხაზგმას მოვსწრდილობ, რომ ეს არ არის მხოლოდ რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკურ მოწოდებად დარჩება, როგორც ჩანს ეს არის წინაპირობა პროცესის შექმნისა. ასეთ შტაბ-ეჭვებას ეს არის წინაპირობა პროცესის, რომელმაც საბოლოო ჯამში საბჭოში უნდა დააყენოს ეს საკითხი. თუ გავითვალისწინებთ საბჭოს ბოლოს ხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარტნიორების, რომ ყველა საკითხი განიხილება მაგიდაზე, მათ შორის სანქციებიც. ეს კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, აქტუალურს ხდის ამ თემას და მოსალოდნელობა, რომ ეს საკითხი მინიმუმ განხილული იქნება საბჭოს ხდომაზე, ალბათ ძალიან აქ მხოლოდ სანქციების საკითხი არა, საქართველოს კანდიდატის სტატუსიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მაგიდაზე დევს, იმიტომ რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები არის ძალიან კრიტიკული, არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების თვალსაზრისით, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოების თვალსაზრისით და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ ევროკავშირში ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთის გავლენის სფეროს გაფართოებას, მოდი ასე ვთქვათ, და სამწუხაროდ საქართველოში სწორედ ეს შემთხვევა გვაქვს, რომელსაც დიდი სერიოზულობით ეკიდებიან ევროკავშირში. დიდი მადლობა. ელენე მეტრეველს, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველს. მადლობა.